ის მოღვაწეობას აფასებენ დადებითად, თუმცა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და მოიხსენიებენ სხვა კონტექსტშიც. თქვენ როგორც მისი მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი საკმაოდ გამორჩეული ფიგურა, დეპუტატი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდით თუ რა საქმეებით იყო იმ პერიოდში დაკავებული ქვეყნის პრეზიდენტი. როგორ შეაფასებთ? კითხვის ნიშნები თქვენც გააქვთ თან ძალიან ბევრი თუ არა? იცით როგორ არის შევარდნაძე იმ დონის ფიგურა, დღეს უკვე შეიძლება ითქვას მსოფლიო ისტორიაში, რომელზეც კამათი არ შეწყდება. ძალიან დიდხანს. ეხლა ნაპოლეონზე და სტალინზე საერთო აზრამდე კიდე არ არიან მისულები როგორც მსოფლიოში, ისე მათ სამშობლოში და ასე შემდეგ. ამდენად წინააღმდეგობრივია ყოველთვის მაღალი დონის და მასშტაბური პოლიტიკური ფიგურა. ახლა კითხვის ნიშნები რა, ყველაზე მთავარი კითხვის ნიშანი, რატომ შევედით აფხაზეთში? მაგრამ ესეც გავიხსენოთ, როდის იყო, ეს იყო აგვისტო, შევარდნაძე ჯერ კიდევ არ არის არჩეული, მუშაობს სახელმწიფო საბჭო, იყო ამის რეალური საფუძველი, მაგრამ ის რაც მერე მოყვა ამ შეერაღებული ძალებით შესვლას, ეს უკვე იყო ძალიან მძიმე შედეგების მომტანი. სამწუხაროდ ის ბოლომდე რჩებოდა სოხუმში, მიმართა მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ ამან არაფერი არ მოიტანა. რა თქმა უნდა, ეს იყო საოცარი იმედგაცრუება, იმიტომ რომ პირადი ურთიერთობა აკავშირებდა ამ მსოფლიო ლიდერებთან. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ სხვა ქვეყნებმა ჰუმანიტარული ტვირთი არ დაიშურეს, მატერიალური დახმარება გაუწიეს საქართველოს და დიდწილად ეს პირადად მისი ფაქტორის გამო ხდებოდა, მაინც მან ბოლომდე ვერ მოინელა ეს მარცხი, რაც იყო აფხაზეთში. ამდენად კითხვები როგორ არ არის? ახლა რით იყო დაკავებული? არავინ არ მოგატყუოთ არც ერთმა დეპუტატმა, რომ ზედმიწევნით კარგად იცის, რით იყო დაკავებული ედუარდ შევარდნაძე, იმიტომ რომ უამრავ საქმეს აკეთებდა. მე მახსოვს ახალი ჩამოსული რო იყო ქალბატონო ლანა აპარატში რომ მიდიოდა სახელმწიფოს მეთაურის დილის 9 საათზე აბსოლუტურად დისციპლინირებული ადამიანი იყო, შუადღესით ისვენებდა და გვიან ღამემდე მუშაობდა შენ. 11 საათამდე ვერ პოულობდა ვერავის, არავინ სამსახურში არ იყო. და ამას ვერაფრით ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლება სახელმწიფო სამსახურში დილით 9 საათზე არ მიხვიდე და არ იმუშაო. კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც კარგად ახასიათებს მის პიროვნებას, უცებ მიხვდებით რა ტიპის ადამიანი იყო ეს, ხდება სახელმწიფო აგარაკზე აფხაზეთში და წყალი არ არის, შუქი არ არის და წარმოგიდგენიათ შევარდნაძე გაუპარსავია ან სუფთა პერანგის და ჰალსოხის გარეშე გამორიცხული იყო და წყალი არ არის და რა უნდა ვქნა? ნუ არ არის წყალი, ვერც ვერსაიდან ვერ მოგვაქვსო და ბორჯომი ხო იყო გუშინ აქ. კიო და მოუტანეს ბორჯომი და გაიპარსა და ბორჯომით რო უკვე გაპარსვის შემდეგ არასოდეს არ მისინჯა და რას ასიამოვნო ყოფილა თორემ ანუ იმ პირობებშიც კი ეხლა მე ერთიც მინდა გავიხსენო და აქ ეხლა ზედმეტი რომ არ მომივიდეს ლაპარაკი აი ცდილობენ შეადარონ სააკაშვილი და შევარდნაძე ჩემთვის ეს შედარება იმ წუთშივე არის ეს მაგალითი როგორ მოიქცა სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე გორში მიწაზე რო იფორთხა და შევარდნაძე რომელიც წინა ხაზზე ფრონტის ხაზზე იყო იტყვეების ზუზუში და თავი არ წაუხრია ეს შედარება უკვე აი აბსოლუტურად ამოწურავს იმ შეკითხვას აქვს თუ არა რამე მათ საერთო